გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლების კურთხევა გრძელდება. ამჯერად მამა გრიგოლ მთვარელიშვილის ინიციატივით ისტორიული და დიდი ტრადიციების მქონე სოფელი ველისციხე აკურთხეს. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ელია თესბიტელის ხსენების დღეს სასულიერო პირებმა მსახურება ჩაატარეს. წყალი აკურთხეს, შემდეგ ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს, საცხოვრებელ სახლებს ასხურეს და მოსახლეობა დალოცეს. მამა გრიგოლმა განმარტა თუ რა დიდი მადლი აქვს ნაკურთხ წყალს და მოსახლეობის დალოცვას. შეგახსენებთ, რომ ეს ტრადიცია საქართველოში სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით გურჯაანი ველისციხის ეპარქიის მეოთხე ექვთიმეს კურთხევით დამკვიდრდა. უწმინდესის გარეშე ხვდებით აი ამ დღესასწაულს და თითქმის ეს დღესასწაული ჩვენს უწმინდესთან ერთად იყო საოცარი დღესასწაული. ქართველებისაც ოდითგანვე იყო და მრავალი ტაძარი აშენდა ელია წინასწარმეტყველის, რომ ყველაზე საჭირო წმინდანი იყო ასე. ჩვენ ხო მაშინ გვახსენდება უფალი, როდესაც ყველაზე უფრო მეტად გვიჭირდება. ანუ გვიჭირს და გვჭირდება. და როდესაც ის ხოლმე ვებედრებოდით უწვიმრობის დროს წვიმას, წვიმიანობის დროს მზეს და კარგი დარს და ყოველთვის ვებედრებოდით, რომ დაეცვა ჩვენი მეურნეობა სიტყვისაგან, წარღლისაგან და ყოველი რამისაგან. და ზუსტად დღევანდელ დღეს გადავწყვეტეთ, როგორც იყო ჩვენი მეოფის მთავარ ეპისკოპოსი ექვთიმეს კურთხევით, რომ საიუბილეო თარიღთან ერთ დაკავშირებითაც და საერთოდ უწმინდესის ლოცვა კურთხევა სულეს იყო და ძველისას და ახლისაცაა რომ ყველა სოფელი იკურთხოს, რათა მშვიდობა, სიხარულე და სიკეთე დაძვეს. როდესაც ყველაზე ძალიან უჭირდა ერს, მაშინ იწყებდნენ უკვე ლიტანიობას, ხო იცით, ჩვენც როცა ყველაფერს ექიმებს მოვლით და ყველას, მერე გაგვახსენდება რომ მათზე ძლიერი თურმე ყოფილა ღმერთი და გაგვახსენდება წინასწარმეტყველი დავით წიტყვები უფლისას ქვეყანა და სავსება მისი და ყოველივე დამკვირვებელი მაშინა. და ყველაფერი უფლისნებით ხდება და ამიტომ მიმართავთ მეუფალს და ვევედრებით, რათა მშვიდობა და სიხარულე იყოს და დღესაც ერთ-ერთ ისტორიულ საუკეთესო სოფელ ველისციხეში არის ველისციხის კურთხევა. თვით უწმინდესი წყვიდა ხოლმე რომ კურთხევა მას ნიშნავს, რომ ანგელოს მოუწევს, რომ როგორცაც ადამიანი ინათლება და ეძლევა ფარული ანგელოზე აი ესე ვიარენ, რომ იკურთხება, ანუ ლოცვა შეისწავს უფალი და მადლი და წყალობა მოდის. როდესაც წყლის კურთხევა ხდება, აი წყლის კურთხევის ლოცვაში წარ რომ და სხურებით და წყლის ამის წყლისათან განიწმინდოს ყოველისა ბოროტებისაგან და ნაწმინდებისაგან და განიწმინდება სოფელი ბოროტების განაწმინდებისაგან და იღებს მადლს კურნებისას, მადლს წყალობისას, მადლს ბარაქისას, მადლს ცხოვრებისა და ცხოვრებისას. დღეს ველისციხისთვის ემოციებით სავსე დღეა, ყველა მოსახლისთვის, ჩემთვის განსაკუთრებულად 35 წელია ველისციხეში ვცხოვრობ და ესეთი მსგავსი ტიპის დღესასწაული პირველად ჩატარდა და პირველად ვარ მომწრე ამ ყველაფრის. იკურთხა ველისციხე, ველისციხის ყველა ქუჩას კუთხეს, ებკურა ნაკურთხი წყალი, მამა გრიგოლის ძალიან დიდი მადლობა ამ დღესასწაულისთვის და დღეს ამდენი მამაო ბრძანდება ჩვენს ტაძარში, ჩვენს სოფელში, ჩვენს ქუჩებში და მე მიხარია და მადლობას ვუხდი ყველა ამ საქმის ორგანიზატორს და იმედს ვიტოვებ, რომ ყოველწლიურად მსგავსი ტიპის ცერემონიას ჩაატარებენ ჩვენს ლამაზ ველისციხეში. ბედნიერი დღეა დღეს, სოფელი ველისციხე იკურთხა. ისტორიულ ადგილას ვიმყოფებით, აქ სამი ტაძარია, მადლიანი დღეა და ჩვენი ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევით იკურთხება გურჯაანის რაიონის სხვა სოფლები და დღეს დიდი მადლი ტრიალებს ველისციხეში, მრევლი ამრავლოს უფალმა ველისციხეში და მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის.